გამარჯობა, თქვენ ყურებთ დღის ამბებს 4 საათზე, რომელსაც ტევპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენთ. მცხეთაში ჯვრის მონასტერი ისევ დახურულია ადგილზე მისულ ტურისტებს. მონასტრის შესასვლელი კარი უკვე მეორე დღეა დაკეტილი ხდებათ. მონასტრის დაკეტვის ფაქტი შეთანხმებული არ ყოფილა საქართველოს საპატრიარქოსთან, მცხეთის მერიასთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. ადგილზე მისულ ტურისტებს ვერავინ სცემს პასუხს, როდის გაიხსნება მონასტერი. ამ ფაქტზე ჯვრის მონასტრის საძმო სპეციალურ განცხადებას აუცილებს. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ გასულ წლებში სახელმწიფო მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიისა და უწესრიგობის ასეთი ფაქტი. გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიმყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა. ნათქვამია განცხადებაში. ჯვრის მონასტერის წინამძღვარი კონსტანტინე ჭინჭარაული ჯერჯერობით არ ჩანს. ჟურნალისტებთან სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაიკეტა მონასტრის კარი მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იმყოფებიან გარე მოვაჭრეებიც. პირველი ჟურნალისტი ქეთევან გრიგორაშვილი მუშაობს მცხეთაში. ქეთევან, თუ მიიღეთ უკვე პასუხი კითხვაზე, როდის გახსნის ტაძარს წინამძღვარი და რა გითხრათ ადგილზე მოსულმა მცხეთის მერმა ჟურნალისტებს? ჩვენ ამ კითხვასთან დაკავშირებით პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, თუმცა შევძელით და რამდენიმე წუთის წინ გავესაუბრეთ სასულიერო პირს, რომელიც მოღვაწეობს იმ მონასტერში, სადაც იმყოფება მამა კონსტანტინე ჭინჭარაული, თუმცა ადგილზე განგვიცხადეთ, რომ მამაო იმყოფება თბილისში საპატრიარქოში, მაგრამ ეს ამ ინფორმაციას თავად საპატრიარქო არ ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირმა კიდევ ერთხელ შეიკავა თავი, რომ მედიასთან კონკრეტული განმარტებები გაეკეთებინა. თუმცა მამაო, ვისთან გასაუბრებაც ჩვენ შევძელით, თავდაპირველთან არ მალობს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მამა კონსტანტინე ჭინჭარაულს აქვს გარე ვაჭრობასთან და გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი ის ფიქრობს, რომ ის დახლები, რომელიც განთავსებული არის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამახინჯებს ადგილის იესახეს და ასევე მათი მხრიდან არის გამოწვეული ის ანტისანიტარია, რომელიც მამაოს თქმით ადგილზე გვხდება. განცხადებას გავაკეთებო, დაგვიბარა და მოგვიანებით იქნება. სადაც საპატრიარქო? ალბათ ხო ზუსტად არ ვიცი, იქით დაელოდეთ ჯვრის ტაძარში და გადაგებინებთ ალბათ. იქ მოვა თუ საპატრიარქოდან გაკეთდა? არ ვიცი, ზუსტად არ შეიძლება აქედან მოვიდეს, არ ვიცით. აი თვითონ თქვენთან საუბარში ხომ არ ვსაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ გადაწყვიტა რომ ბოქლომი დაედო ტაძარს? არა, ჩემი არაფერი არ ვიცი. აი თქვენ როგორ გონიათ სწორი გადაწყვეტილება იყო მისი, როდესაც ბოქლომი დაადო? ალბათ არ ვიცი, წინამძღვარია თვითონ უკეთიც ის როგორ და რანაირად მოიწეს. გამხილო პრობლემა იყო ის გარე ვაჭრობა, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო? დამატებით არ ვსაუბრია ხომ? დამატებით არაფერი არ ვსაუბრია. თბილისში იმყოფება ხო? ალბათ, ზუსტად არ ვიცი. თქვენ თუ იცოდით ინფორმირებული თუ იყავით იმ პრობლემის შესახებ, რომელიც გარე ვაჭრობა? თავად საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ჩვენთანაც ვსაუბრია მიმოთქვა. რომ ეს ანტისანიტარიაზე იყო საუბარი? ანტისანიტარია არის მის ხედის გაფუჭება. ძველი კულტურული ძეგლია და გარე მოვაჭრეები ამბობენ, რომ თავად არ შეხვდა, მაგრამ ბერებმა უთხრეს, რომ ჩვენც შეგვიძლია ისე ვაჭრობა, როგორც თქვენ ვაჭრობთ. აი ამის შესახებ თუ გაგვიგებთ? ადგილზე ასევე იმყოფებოდა მცხეთის მერი, რომელიც ეცადა რომ გასაუბრებოდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ამათგან კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. ასევე, რა თქმა უნდა, ის ეცადა რომ გასაუბრებოდა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულს, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფება, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ის მხოლოდ კვირაობით ამოდის ტაძარში. თავად მერი კი აცხადებს, რომ სასულიერო პირებთან
ჰქონდა შეთავაზება, რომ ის თავად მოიტანდა დახლებს, კეთილმოწყობილ დახლებს, რომელიც განთავსებოდა გარემოვაჭრეებისთვის, თუმცა მან ამ შეთავაზებაზეც უარი მიიღო და გუშინ დაუკავშირდნენ, რომ ეცნობებინათ მათთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოგვარდება გარემოვაჭრეების პრობლემა, არ გაიხსნება კარი, რომელიც უკვე მეორე დღეა დაკეტილია. მე ვარ მრევლი. არა. მრევლი უნდა მივიდე. მის ტაძარში ყოველ დღე ამოდივარ თითქმის თუ გაინტერესებს. შენ ხარ გიდი, ხო ტურისტები ამოყვა. შენი საქმეა. მე გეუბნები, მრევლის სახელით რო ლაპარაკობ. ბოლოს როდის იყავი ჯვრის ტაძარში წირვა? მრევლი უნდა მივიდეს. ხო და მე ვარ მრევლის და ვეთანხმები. შენ რატო არ მიდიხარ გამგეობაში და რატო არ წყვიტავთ მაგამ? რა შეთანხმები? შენ რა იცი, მე რა პრობლემა მაქვს და რა მოსულა გიდია ძმაო და ტურისტები არის, ნათალობები არის, ვინ მისაუბრება რომ დაკეტა, რა სამბობ რა? შენ პრობლემაზე კი. მე რო ეხლა რა? თავის პრობლემა. მოსანათლი რომ მყავდეს ახლა ამას საყვანი რა? მოსანათლი და მინდა ეხლა ამ დიდებულ მონასტერში ნათალობებისა და ვინ არის ვინ მისცა მაგის შენ ხარ სახელი დავლაპარაკე. მე ვამბობ აზრს. მე ვარ მრევლი. არა, მრევლი უნდა შენ არ გიყვირება და შენს რომ მიყვირება. არავის არ უყვირება. მე არ მithქვია ეს რომ მე ვარ მრევლი. მე ვამბობ მრევლი უნდა ადგეს და უნდა მივიდეს და გამოვიდეს. სად რომელ მონასტერში მიბრძანდა ხა? სად არის ხარი დაკეტილი? ხო, ეს ტაძარი რომელიც არის დაკეტილი და რომლიდანაც მერის პერიოდში ხეს მე აგერ მერი ამოსული ვარ დგევარ თქვენ წინაშე რომ მითხრათ რა შემადანაშაულეთ ახლა მერია შუაში რა მიდი წინა ზღვართან მერი რა შუაშია მერია რა შუაშია რომ აგერავარ მოვიდეს მამა კონსტანტინე მოვიდეს სადაც დაკეტილია და რა პრობლემის წინაშე დგევარ რა ვაგებინოთ ხარ რატომ არის ეს დაკეტილი ხო და მიბძანი და გაიგებ და გაარკვევ სადვეძებო ახლა მე მამა კონსტანტინეს საპატრიარქოს სახელით შევუყარ ეხლა მაგის სალაპარაკოც არ ავლაპოს გაიგე ბატონო რა ვქნა მე მოვედი რომ იქნება რაღაცა მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ბერი მირეკავდა ხოლმე მე და ბერმა მაცნობა ბოლოს რომ უნდა დაკეტილიყო ჯვრის მონასტერი. ახლა მე მაგაზე პასუხიც გავეცი რომ ჯვრის მონასტრის დაკეტვა არ მგონია მეთქი რომ იყოს კარგი იდეა. ჯერჯერობით არ არსებობს კითხვაზე პასუხი თუ როდის მოიხსნება ბოქლომი ჯვრის მონასტრის მთავარ შესასვლელს, როგორც უკვე გითხარით, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ადგილზე არ გამოჩენილა და ასევე თავს იკავებს, რომ მედიასთან კონკრეტული განმარტებები გააკეთოს. ქეთევან, ჩვენ გვესმოდა ახლა მცხეთის მერისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის საუბარი. მცხეთის მერი ითხოვს მამა კონსტანტინე ჭინჭარაულთან შეხვედრას. რას გეუბნებიან ადგილზე მყოფი სასულიერო პირები? რატომ არ მოდის ის თქვა მცხეთის მერთან სასაუბროდ? ან როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა თუ არ გამოჩნდება ადამიანი რომელმაც მიიღო ტაძრის დაკეტვის და გადაწყვეტილება. ამ კითხვით მიმართეთ არაერთხელ სასულიერო პირებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მამა კონსტანტინე ჭინჭარაული მხოლოდ კვირაობით ამოდის ტაძარში და ის იმყოფება ახლა მონასტერში, თუმცა როგორც უკვე ნახეთ და მოისმინეთ, ჩვენ ვიყავით მონასტერში, თუმცა ადგილობრივმა მამაოებმა გაგვიცხადეს, რომ იქაც არ იმყოფება მამა კონსტანტინე ჭინჭარაული, ამიტომ ვერავისგან მივიღეთ კონკრეტული პასუხი, თუ როდის მოიხსნება ბოქლომი კარს და როდის მოისურვებს მამა კონსტანტინე ჭინჭარაული რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტებები, თუმცა როგორც ჩანს სასულიერო პირი ელოდება უკვე მერიისგან პასუხს და ქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ტერიტორია, რომელიც არის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, დატოვონ გარე მოვაჭრეებს. რა გითხრათ მცხეთის მერმა ჟურნალისტებს, რომელიც იყო ადგილზე მოსული? როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რის გამოც რეალურად წინამძღვარმა დაკეტა ტაძარი? მცხეთის მერი აცხადებს, რომ არ შედის მის კომპეტენციაში, რომ ადგილიდან ასე ვთქვათ გაყაროს მოვაჭრეები, მას ჰქონდა ალტერნატიული გზა და შესთავაზა კიდევაც სასულიერო პირებს, რომ ის თავად მოიტანდა დახლებს, რომელიც არის კეთილმოწყობილი და რომელიც ამ დროისთვის ინახება მცხეთის მერიაში, თუმცა ამ შეთავაზებაზეც უარი მიიღო მცხეთის მერმა, მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა აქვს სასულიერო პირს, რომ საერთოდ დატოვონ ადგილი ტერიტორია გარემოვაჭრეებმა და აიღონ ის დახლები, რომელიც ამ დროისთვის ადგილზე განთავსებულია.
ქეთევან გრიგორაშვილი საუბრობდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტში კი მიმდინარეობს დახურული შეხვედრები მოსამართლეებთან დაკავშირებით და დღეს ამ საკითხზე ძალიან საინტერესო პოსტი ჰქონდა სოციალურ ქსელში ექსპერტ გია ხუხაშვილს. ღორის გრიპზე უფრო უარესი სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება. წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი. კრიტერიუმების შემუშავება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაუგებარია. ქვედა დონეების მოსამართლეებმა რა დააშავეს თუ იქ ყველაფერი მოსულა. ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს ყველა მოსამართლისთვის, მას უნდა მიეცეს უკუქმედების ხასიათი და ამ ფილტრში უნდა გაიაროს ყველა მოქმედმა მოსამართლემ. სხვანაირად სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის საკითხი ისევ ჰაერში გამოეკიდება, რადგან მურუსიძის ბაცილა ღორის გრიპზე უფრო სახიფათო ვირუსია და სწრაფად ვრცელდება, წერს გია ხუხაშვილი. სწორედ სასამართლოს თემებზე მიმდინარეობს შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში. დახურულ შეხვედრაზე დეპუტატები მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. პროცესმა ეკაბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უნდა გაწეროს. ეკაბესელიამ პარლამენტშივე უპასუხა თავმჯდომარეს, არავის თანხმობა არ მჭირდება, რომელ ჯგუფში გადავწყვეტ, რომ უნდა ვიყო ჩართული. ყველა ჯგუფში ვიქნები, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება, ამაზე არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 წელს ჩემს მიერ შეიქმნა. კარგია რომ ის ბატონ კობახიძეს მოსწონს, კარგია რომ მუშაობა ამ ფორმატშიც გაგრძელდება. ჩვენ სხვა ფორმატსაც შევქმნით, რომელშიც ჩვენი კოლეგები უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან საბოლოოდ ცვლილებები უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა. ამიტომ მე მას ურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ისაუბრებს. პროცესი ისედაც დაძაბულია, უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. პირველი ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი მუშაობს პარლამენტში. რუსუდან ვინ მოიაზრებიან იმ ჯგუფის წევრებად, რომლებმაც უნდა დაწერონ თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მოსამართლეობის მსურველებმა, რათა ისინი იყვნენ დანიშნული სხვადასხვა ინსტანციაში და დაიწყონ თავიანთი საქმიანობა. მე სანამ ამ თემაზე გიპასუხებდეთ, მე გეტყვით, რომ სწორედ ამ წუთებში დამთავრდა მიმდინარე შეხვედრები და ლევან კობერიძეს შევეცდები ხარ, რომ გავესაუბრო. ბატონ ლევან, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვარ, ბოდიშს გიხდით, ორ კითხვას დაგისვამთ. პირველ რიგში რომ გითხრათ, თუ შეჯერდით რამეზე, რა შეეხებოდა საუბარი და კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ფორმატ თუ ჩამოყალიბდა, როგორც გააგრძელებთ მუშაობას ამ თემაზე? ჩემთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროფესიულ წრესთან იყო შეხვედრა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, ანუ ეს იურიდიული კომპანიები, ადვოკატები, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ სად არის პრობლემები სასამართლო სისტემაში თავისი კონკრეტული პრაქტიკიდან გამომდინარე. მათ ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაცია, რჩევა, ინიციატივა გააჟღერეს და ესეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძალიან ბევრ სხვადასხვა ფორმატში სხვა პარლამენტარებთან, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი და ვინცთვის რომ მნიშვნელოვანია, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, კონკრეტულ ინფორმაციას შეიტყობენ იმ თემებზე, რომელზეც ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ. ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ ახალი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, თუ ექნება აზრი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიხილავთ იგივე მოსამართლეთა სიას და იგივე ადამიანებს, რომთან დაკავშირებითაც თქვენ პრეტენზიები გაქვთ? ესე იგი, პირველი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს სია უკვე აღარ არის აქტუალური და აღარანაირად არ უნდა იყოს აქტუალური. ეხლა ტექნიკური თვალსაზრისით როგორ მოხდება თვითონ რაღაცნაირად იუსტიციის საბჭო მოახერხებს თავის პროცედურებიდან გამომდინარე, რომ ეს სია გაიწვიოს ან აქტუალურობა დააკარგინოს ამ შემოტანილ პროექტს, თუ რაიმე სხვა ასე ვთქვათ გარდამავალდებულებაში ჩაიწერება, რომ ეს სია არა და ახალი უნდა წარმოდგეს, ეს უკვე არის ჩემთვის ძალიან ტექნიკური საკითხი. ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მაგალითად ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ პროფესიონალებისაგან ამ დარგის, მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია რომ კრიტერიუმში ეწეროს, რომ სიტყვაზე ვთქვათ ის მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ მოსამართლეები იმ საქმეებში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და დაადგინა, რომ იყო გარკვეული ასე ვთქვათ არასწორი გადაწყვეტილებები ან დანაშაულებრივი განაჩენი დამდგარი,
შესაბამისად ამ მოსამართლეს როგორც მინიმუმ ეხლა სტრასბურგის სასამართლოზე ეს არის რაღაც სტანდარტი ხო მე მგონი სასამართლო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი ამ მოსამართლეებს მაგალითად უნდა აეგრძალოთ მინიმუმ უვადოდ დანიშნო მათი არ უნდა ხდებოდეს მოსამართლეები რომლებიც თქვენ გახსოვთ რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხო ანუ ის მოსამართლეები რომლებიც იყვნენ მოსამართლეები იმ საქმეში სადაც მე ადამიანები პოლიტპატიმრად იყვნენ ცნობილები და იყვნენ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებული ამნისტიის აქტის შესახებ როგორ გონიათ ახლა ალბათ აღარ უნდა იქონდეთ ხო მათი საშუალება რომ იყვნენ დანიშნული უვადოდ აი მსგავსი ტიპის რეკომენდაციები იყო გამოთქმული კიდევ ძალიან ბევრი სხვა დარგის პროფესიონალებისაგან რა ძალიან საინტერესო იყო მოსასმენად და მინდა გითხრათ რომ მათთვის ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავე და აქტუალურია ვიდრე მე წარმომედგინა მე მინდა გითხოთ ასევე რეკლიკო ბახიძის განცხადებაზე მან დღეს თქვა რომ იმსჯელებენ იმ ადამიანების შესახებ რომლებიც ჩართულები იქნებიან აი ამ სამუშაო ჯგუფში რომელიც ეხება სასამართლო რეფორმირებას და სწორედ ამ ფორმატში აპირებენ იმ კრიტერიუმებზე მსჯელობას რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა შესარჩევად როდესაც ასეთი განცხადება კეთდება ხომ არ ნიშნავს იმას რომ ეკაბესილია იქნება ჩამოშორებული ამ პროცესიდან და ჩვენ ვიხილავთ იმ ადამიანების მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად მინდა გითხრათ რომ ეს არის პროცესი რომელიც ცილდება რაიმე ერთი ტიპის მხოლოდ სამუშაო ჯგუფის ფარგლებს მათ შორის თუნდაც რეფორმის ჯგუფის ფარგლებს რომელიც თავის დროზე ეკაბესელიას მიერ არის ასე ვთქვათ ორგანიზებული და დაწყებული მე რამდენადაც ვიცი ნუ სხვებთან ერთად რა თქმა უნდა ამიტომ ეხლა საუბარი იმაზე რომ მხოლოდ სადღაც ერთ ჯგუფში მოხდება ასე ვთქვათ შეჯერება გარკვეული კრიტერიუმები შეიძლება რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ კონცენტრაცია მოხდეს ინფორმაციის გადამუშავების მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არსებულმა სიტუაციამ დაგვანახა რომ ის არსებული ფორმატები რაც დღეს არსებობს აბსოლუტურად არასაკმარისია და შეიყვანა გარკვეულწილად ჩიხში რეალურად სიტუაცია და დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურად ძალიან მწვავე პროცესს სადაც საკითხი დგას ისე რომ სამართლიანი სასამართლო როგორი უნდა იყოს ქვეყანაში და იუსტიციის საბჭო რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს აქედან გამომდინარე მე გამოვრიცხავ იმას რომ ერთი ვინ უნდა აუკრძალოს მუშაობა ხა მეც დეპუტატს ჩვეულებრივად პარლამენტარს უფლება მაქვს მივიდე და დავესწრო იმ სხდომებს და ჩვეულებრივად ასე ვთქვათ გამოთქვა ჩემი მოსაზრება გასაგებია შეიძლება ეხა იმ საბჭომ რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები ხმის უფლება ვისაც აქვს ესე მიიღოს მაგრამ ეს არ არის ის ადგილი სადაც მხოლოდ იქ ფორმირდება იქ გადაწყვეტილება და უნდა ფორმირდებოდეს ერთი ბოლო მოკლე შეკითხვა სწორედ აი ამ კრიტიკული განცხადებებიდან გამომდინარე და იმ განცხადებიდანაც რომელიც კიდევ ერთხელ გააკეთა კობახიძემ ხომ არ უნდა ველოდოთ რომ თუ კი ეკაბესელია იაქტიურებს და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება მისი გარიცხვის საკითხი გააქტიურდება იმიტომ რომ ეს ითქვა რომ თუ ის დაარღვევს გუნდური თამაშის წესებს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში როგორია თქვენი მოლოდინი უფრო და უფრო გაუგებარი ხდება ეს ასე ვთქვათ ეს ამ ტერმინს კიდევ უფრო მეტად რატომ ჩდება ამ სივრცეში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ გუნდურობა სადირღვევა ჯერ კიდევ საკითხავია და სამსჯელოა ამაზე გუნდის შიგნით ეს ერთი და მეორე მე მგონი ახლა ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაღაცა სკოლიდან რაღაც ვიღაცის გარიცხვაზე ხო აქ ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ პროცესზე და ამ სერიოზულ პროცესს დამერწმუნეთ გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე კონკრეტულ ადამიანებზე მსჯელობა ახლა ეს გაირიცხება ეს ადამიანი თუ არ გაირიცხება ფრაქციიდან უმრავლესობა და ერთი კითხვაც და დავასრულოთ ამით დღეს თქვენ საჯაროდ პირველად გამოჩით ეკაბესელიას გვერდით მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა ქართულ ოცნებას და ვიცით თქვენი კრიტიკული პოზიცია ამ სისტემასთან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ხომ არ უნდა ვივარაუდოთ რომ თქვენ აღმოჩნდებით ეკაბესელიას გუნდში იმ შემთხვევაში თუ ის გავა უმრავლესობიდან და შექმნის საკუთარ პოლიტიკურ ძალას პირველი მე არ ვთვლი რომ ეკაბესელია ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა მე ვთვლი რომ ეკაბესელია აფიქსირებს თავის ძალიან ჯანსაღ კონკრეტულ პოზიციას სასამართლო სისტემასთან და ამ პროცესთან დაკავშირებით ეს ერთი პირველი რაც მინდა გითხრათ მეორე მე ყველა ჩემს კოლეგასთან აბსოლუტურად ეკაბესელიასთანაც მამუკამდის დანაძესთანაც ვიცი კაკიზოიძესთანაც ბიძინა გეგიძესთანაც ლევან გოგიჩაიშვილთან ნებისმიერთან მაქვს ყველასთან აბსოლუტურად თანაბარი კომუნიკაცია და შესაბამისად ვთვლი რომ ეს ჩემი მოვალეობაც არის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის
ვისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებ შენ მოვალეობა რომ მე ჩემ კოლეგებთან ერთად მსჯელობდე იმ საკითხზე რაც არის საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება მე პირადად კონკრეტულად თუ ამას მისვამთ, მე ლევან კობერიძე ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ჩვენმა გუნდმა შესაბამისობაში და ადეკვატურობაში მოიყვანოს თავის გადაწყვეტილება მოსახლეობის სურვილებთან. თუ ისეთი სია დამტკიცდება, რომელსაც თქვენ მხარს არ დაუჭერთ და არ იქნება თქვენს მიერ მხარდაჭერილი ეს ადამიანები, რომლებიც გამწესდებიან უვადოდ. უნდა ველოდოთ თუ არა რომ თქვენ დატოვებთ უმრავლესობას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პირველი ეს სია თუ ეხლა იგივე 10 კაციან სიაზე ვსაუბრობთ, ეს სია არ იქნება განხილული და არც პარლამენტი მას ხარს არ დაუჭერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ მართლა ვისაც ველაპარაკები ჩვენს კოლეგებს, რა ვიცი, ჯერჯერობით ნამდვილად ღიად არავისგან არ მომისმენია, რომ ამ სიას პასუხს ხმას უჭერს. თქვენ თუ იცით რამე ინფორმაცია კონკრეტულ გვარებს თუ მეტყვით, რომ აი ამ ადამიანმა დეპუტატებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ აი ამ 10 კაციანი სიიდან 10-ის ან რომელიმეს ხარს უჭერთ, მე სიამოვნებით გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მსგავსი მეჯერ არ მომისმენია. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო ლევან კობერიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც არაერთი კითხვის ნიშანი აქვს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რომელსაც ეკაბესელია ხელმძღვანელობდა. აქ იმყოფებოდნენ ადვოკატები, იურისტები, ყოფილი მოსამართლეები და ეკაბესელიას თანამოაზრე გედევან ფოფხაძე და როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, ლევან კობერიძე, როგორ გაგრძელდება პროცესები. ეს გვეცოდინება უახლოესი დღეების განმავლობაში. ეკაბესელიას დღესაც აქვს დაგეგმილი მორიგი შეხვედრა ამ თემაზე სასაუბროთ და ის აპირებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში პერმანენტულად ჩაატაროს მსგავსი ტიპის შეხვედრა. რუსუდალე, ერთი კითხვა მაქვს. ჩვენ ვნახეთ და შენც ისაუბრე ამაზე, რომ ეკაბესელია, ლევან კობერიძე და გედევან ფოფხაძე ხვდებოდნენ პროფესიული წრეების იურისტებს ამ თემასთან დაკავშირებით. უმრავლესობის სხვა წევრების, თქვა წევრებთან იყო თუ არა ასეთი შეხვედრები იმ ჯგუფთან განსაკუთრებით, რომლებიც მოიაზრება ირაკლი კობახიძის ჯგუფად და ამ შემთხვევაში ბესელიას და ფოფხაძეს უპირისპირდებიან. მსგავსი შეხვედრა ჯერ არ ყოფილა პარლამენტში, თუმცა ირაკლი კობახიძეს უკვე დაანონსებული აქვს, რომ სასამართლოს რეფორმირების ჯგუფის ფარგლებში ახლო მომავალში გაიმართება ასეთი ტიპის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად იმსჯელებენ იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია სასამართლოს სისტემაში და იმ სიასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში. ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის შეხვედრა უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებთან არ ყოფილა. მე გეტყვით მხოლოდ იმას, რომ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის ერთ-ერთ ფრაქციასთან იყო დღეს შეხვედრა ანადოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შორის გაიმართა ეს შეხვედრა და სწორედ ამ ფორმატში იყო კიდევ ერთი მსჯელობა მოსამართლეებთან დაკავშირებით. ტელეპირველი ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი საუბრობდა საქართველოს პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში და ქართული ოცნება ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილს და ანადოლიძეს საუბარი ბიძინა გეგიძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ჰქონდათ. ისინი დეპუტატებს შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზებს აცნობდნენ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლის მეორე ეტაპი დავიწყეთ მე და ქაბატონმა ნაზიმ დღეს და პარლამენტში შემოვიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 5 აუცილებელ პრინციპს მოიცავს, რომლის მიხედვითაც უნდა დავნიშნოთ ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. თავარი ამ 5 პრინციპში არის ის, რომ იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად, ანუ ყველა წევრმა, არა მარტო მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებთან ალიანსში ყოფმა წევრებმა მისცენ ხმა მოსამართლე კანდიდატებს. ჩვენმა ფრაქციამ გამოხატა ინტერესი საკანონმდებლო წინადადების მიმართ, რაც გააჟღერეს ქალბატონმა ანადოლიძემ და ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა. ჩვენ გქონდა მათთან შეხვედრა, გვაინტერესებდა ასე ვთქვათ, მათი აზრები, მათი იდეები და ეს იყო გასწორებული ხასიათის შეხვედრა. იმიტომ ეს თემა ძალიან სახალხო ხელვარების თემაა და ჩვენ გვინდა მოუნახოთ ისეთი გადაწყვეტილება, ესეთ გადაწყვეტილებებს შეუწყოთ ხელი, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისთვის და ასე ვთქვათ, სიმშვიდე. ევროპული საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილთან, ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული ის წევრი იუსტიციის საბჭოსი, რომელსაც ჩვენ ხარი დაუჭირეთ და გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის
მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმი მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ, რომ თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას. რა კრიტერიუმებით და ვინ შეარჩევს ახალ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არის ახლა ჩვენი სტუმარი, რომელსაც დღეს პარლამენტში ქონდა შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან. მოგესალმებით ხალბატონო ნაზი, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. ჩვენ მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის წევრისგან ლევან კობერიძისგან, რომ იურისტებთან შეხვედრის შემდეგ მათ ჩამოუყალიბდათ მოსაზრება, რომ თქვათ ორი კრიტერიუმი უნდა იყოს ასეთი, მაგალითად ერთი თუ მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაზე სტრასბურგმა საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანა, ან მისი გადაწყვეტილება არასწორად შეაფასა, არ უნდა გავიდეს კონკურსში, ასევე ის მოსამართლეები, რომლებიც ფიგურირებენ პოლიტპატიმრების საქმეებში, არ უნდა იყვნენ დანიშნული. კიდევ რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა, რომელიც შეიძლება ახალი სისტემით იყოს არჩეული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში? რაზე მუშაობთ? მოგესალმებით, დღეს ჩვენ წარვადგინეთ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს პროცედურებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურა პარლამენტში წარსადგენად, რათა იგი დაინიშნოს მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პროცედურებზე და არა კრიტერიუმებზე. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ძალიან მოკლედ ვიტყვი შესავალში, რომ ორგანული კანონით განსაზღვრული არის თუ რას ნიშნავს კეთილსინდისიერი მოსამართლე და რას ნიშნავს კომპეტენტური მოსამართლე. აქ არის ძალიან ვრცელი მახასიათებლები, თუ როგორი მოსამართლე სჭირდება. ქვეყანას პირველ და მეორე ინსტანციაში არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, და ჩვენს პროექტში გავაკეთეთ მითითება იმავე კრიტერიუმებთან მიმართებაში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან ყოვლისმომცველი კრიტერიუმები და ძალიან შესაძლებელი თუ იქნება საერთოდ ასეთი კანდიდატურის მოძებნა, ძალიან მისაღები იქნება ჩვენთვის. ამიტომ თუ რაიმე დაემატება თუნდაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, კარგია და საინტერესო ინიციატივაა ეს და მე გავიზიარებდი ამას, მაგრამ ჩვენ დღეს აქცენტი გავაკეთეთ პროცედურებზე, რადგან ვფიქრობთ, რომ მთავარი გამოწვევა არის პროცედურები, რადგან კრიტერიუმები და მახასიათებლები ძალიან ვრცლად არის გაწერილი კანონში და გავაკეთეთ მითითება იმ ნორმებზე, რომელიც აწესრიგებს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. ანატოლი საუბრობდა, რომ მაგალითად ერთ-ერთი პროცედურა უნდა იყოს ასეთი, რომ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის თანხმობა უნდა ჭირდებოდეს პირს, რომ ის დაინიშნოს მოსამართლეს. თუ სწორად მახსოვს, 15 წევრი არის იუსტიციის საბჭოში, მათ შორის 9 მოსამართლე და დანარჩენი 6 წევრი არის არამოსამართლე. ეს წესი რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რადგან 15 წევრიდან შეიძლება თუ არა, რომ ყველას კონდეს, თქვათ კონკრეტულ პირზე ერთი შთაბეჭდილება და ერთი მოსაზრება. ერთიც რომ წავიდეს წინააღმდეგი, რამდენად სამართლიანია, თქვათ შერჩევის ასეთი პრინციპი, თუ ერთი ადამიანი წავა და 14 მხარს დაუჭერს, რატომ ვერ უნდა გახდეს ასეთი კანდიდატი მოსამართლე? დიახ, თავდაპირველად მოდით მოკლედ შევეხოთ იმას, თუ რას ითვალისწინებს ჩვენი წინადადება. ეს არის 5 ძირითადი პრინციპი. გახლავთ კონკურსის გამოცხადების აუცილებლობა, ინტერესთა კონფლიქტისგან თავის აცილება, ანუ საბჭოს წევრებმა რომ არ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და თავად არ იყვნენ კანდიდატები, ისე როგორც ეს ახლა მოხდა და გიორგი მიქაუტაძე თავად არის კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოს მდივანია და ასევე გრიტიშვილი არის თავად კანდიდატურა დასახელებული და მხარდაჭერილი საბჭოს უმრავლესობის მიერ და წარდგენილი პარლამენტში, რომელსაც მე არ ვიზიარებ და ჩვენ გვაქვს ასევე პროექტში მოსაზრება, რომ გასაუბრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს ღიად და მოხდეს ტრანსლირება საკომუნიკაციო საშუალებებით, რათა საზოგადოებამ ნახოს თუ როგორ წარიმართა გასაუბრება, რა კითხვები დაისვა და რა პასუხები გასცა კანდიდატმა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მოსაზრება ასევე, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი. ეს ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს იმ უწყებებისგან და ინსტიტუციებისგან, რომლებსაც შეხება აქვთ მართლმსაჯულებასთან და აქტიური როლი აქვთ. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი არის სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მართლმსაჯულებაზე მუშაობენ და ასევე ჩვენს პროექტში, რა თქმა უნდა, არის უზენაეს სასამართლოს წარმომადგენელი, რადგან ვფიქრობთ, რომ უზენაეს სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში და შერჩევაში ჰქონდეთ გარკვეული მნიშვნელოვანი როლი.
რა თქმა უნდა კონსენსუსი რაც შეეხება ბატონ ლევან გეტყვით რომ მე მაქვს ხელთახლა ინფორმაცია სტატისტიკური ინფორმაცია რომელიც საბჭოშია ასე ვთქვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე დაუგროვდა გამოცდილება რაც გულისხმობს იმას რომ როდესაც მოსამართლეები ინიშნებიან არის შემთხვევები თქვენ წარმოიდგინეთ რომ მათ აქვთ ხოლმე სრული მხარდაჭერა აი თითოეულ ასე ვთქვათ კენჭისყრაზე შემიძლია გითხრათ რომ დაახლოებით 10-15% მოსამართლეებისა ინიშნებიან სრული მხარდაჭერით ანუ ერთ-ერთ შემთხვევაში მაგალითად 64 დანიშნული მოსამართლიდან 9 დაინიშნა სრული მხარდაჭერით და სხვა ანუ ჩვენ ეს სტატისტიკური ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ეს კარგი გამოცდილება ასე დავარქვათ ამას კარგი იმიტომ რომ იმ მოსამართლეებს რომლებიც ასეთი მხარდაჭერით ინიშნებიან ბუნებრივი აქვთ მაღალი ნდობა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ რომ კონსენსუსი არის მიღწევადი ჩვენ რომ ასეთი გამოცდილება არ ვქონოდა მას არ დავწერდით და ჩვენ რომ არ ვქონოდა ის უარყოფითი გამოცდილება თუ როგორ იღებს საბჭო გადაწყვეტილებას 10 ხმით ანუ 2/13-ით როდესაც მოსამართლე ინიშნება ან სხვა საკითხებზე თუნდაც წარდგენაზე ხმათა უმრავლესობით და რომელსაც არ აქვს მაღალი ლეგიტიმაცია ბუნებრივია და ჩვენი როლი არის აბსოლუტურად არ არსებობს ამ შემთხვევაში ჩვენი როლი მხოლოდ შეგვიძლია რომ რაღაცა განცხადებებით საბჭოზე გავაკეთოთ განცხადებები და ჩვენი მოსაზრებების წარმოდგენით შემოიფარგლოთ ამიტომ ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ კი უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატს ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია გაიმართება ღია მსჯელობა ვიდრე მიღწეული იქნება კონსენსუსი და ისე მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილება უმრავლესობის შიგნით ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბუნდოვანი პოზიციაა დღეს გქონდათ თქვენ შეხვედრა ერთ-ერთ ფრაქციასთან ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის ეს ფრაქცია ამ შემთხვევაში სრული შემადგენლობით არის თუ არა თქვენი მოკავშირე კრიტერიუმების შერჩევას და ზოგადად ამ პროცესში ჩვენ როდესაც გქონდა ფრაქციასთან შეხვედრა მათი შემოთავაზება იყო ეს მათი ინტერესი და შემოგვეხმიანენ იმიტომ რომ ნახეს რომ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას ვაპირებდით და ეს ინფორმაცია მედიის მეშვეობით მიიღეს მე ვფიქრობ რომ ასეთი კომუნიკაცია აუცილებელია საბჭოს წევრებთან და დეპუტატებთან რადგან ვფიქრობ რომ აუცილებელია ჩვენი მოსაზრებები გავცვალოთ გავაცნოთ ჩვენი წინადადებები თუ რას გულისხმობ და რატომ წარმატგინეთ ესა თუ ის იდეა ან პრინციპი პროექტის სახით ამიტომ მე ვფიქრობ რომ კარგია ასეთი შეხვედრა ვნახოთ როგორ წარიმართება რა მხარდაჭერას მოიპოვებს ეს წინადადება და იმედი მაქვს რომ იქნება კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიღებული იმისათვის რომ არ მივიღოთ ის შედეგი რაც მივიღეთ ჩვენ ვნახეთ რომ გიორგი მიქაუტაძემ ამოიკითხა სია სხდომაზე რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი იყო ჩემთვის და ვიდრე ის საერთოდ ამ სიას ამოიკითხავდა მე სხდომაზე წარვადგინე პროექტი რომ ჩვენი რეგლამენტით დაგვერეგულირებინა და მოგვეწესრიგებინა კონკურსის გამოცხადების წესი და პირობები, თუმცა მაშინ საბჭომ თქვა უარი. და მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის თავად გიორგი მიქაუტაძე ღიად აცხადებდა მედიაში ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მოიძებნება, რომ ის გვპირდებოდა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ნამდვილად ჩვენ ასეთი პროცესი არ მიგვიღია სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენი ხუთი პრინციპი, რომელიც წარმოვადგინეთ, მუშაობს ერთად, ანუ აუცილებლად ერთმანეთისგან გამომდინარეობს ყველა ეს ინიციატივა და პროცედურა, რომელიც არის ჩამოთვლილი ჩვენს პროექტში, რადგან ვფიქრობთ, რომ აი ამ ხუთი პრინციპის ერთად დაცვის შემთხვევაში, მხოლოდ ერთად დაცვის შემთხვევაში მიიღწევა ის შედეგი, რომ ისევ ჩინჩალაძე, ისევ გვრიტიშვილი, ისევ მიქაუტაძე, ისევ საეჭვო რეპუტაციის ადამიანი არ მოხვდეს ამ სიაში. თუნდაც ამ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის პირობებში. და რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან აქ არის ძალიან ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც საბჭოს წევრები არიან თავად კანდიდატურა დასახელებული. არც ერთი მაგალითი არ ვიცი, არ მსმენია, არსად არ გამიგია ასეთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კვლევა მაქვს ჩატარებული საბჭოებთან, ზოგადად მართლმსაჯულების საბჭოებთან დაკავშირებით, მსგავსი რამ არ მსმენია, როდესაც მდივანი თავად არის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. მდივანი ისედაც არის თანამდებობა, მას ისედაც უკავია მოსამართლის თანამდებობა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერების ფარგლებში აუცილებელია, რომ იგი დაელოდოს თავისი ვადის ამოწურვას მდივნის და შემდეგ თუ კი იქნება ვაკანსია უზენაეს სასამართლოში, შემდეგ ქონდეს შესაძლებლობა, რომ ცადოს, ასე ვთქვა, თავისი ძალები. მაგრამ როდესაც მოქმედი მდივანია, როდესაც მოქმედი საბჭოს წევრია გვრიტიშვილი და ამავდროულად იგი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. მე მგონი არ არის პატარა თანამდებობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოა სასამართლო სისტემაში, ასე ვთქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მისი თავმჯდომარეობაც არის მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, რომ ისინი კიდევ ერთხელ უფრო ცდილობდნენ, რომ დაიკავონ თანამდებობა უზენაეს სასამართლოში, მაშინ როდესაც
როდესაც აქვთ აშკარად ინტერესთა კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობდნენ, მაგრამ ეს არის ფორმალური მხარე, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. ისინი სამაგეროდ აფასებენ სხვა კანდიდატებს, თავის კონკურენტებს. რამდენად სწორია ეს სტანდარტი, თქვენთვის მომინდია ამის გასჯა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ისინი არ უნდა ღებულობდნენ კონკურსში მონაწილეობას, არც კანდიდატურებად უნდა იყვნენ დასახელებულები და ჩვენს პროექტში ეს გავითვალისწინეთ და შევთავაზეთ პარლამენტს, რომ ასეთი ცვლილება შეიტანოს კანონში. ნახოთ რა მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენს მიერ შეთავაზებული წინადადება საკანონმდებლო ორგანოში. მადლობა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევს ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი, ტოვებს თუ არა თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მის პირველ მოადგილედ ცნობილი ხდება, რომ ინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რაც ნიშნავს ეს გადაადგილება იძლიერებს თუ არა პოზიციებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ნახოთ, ამაზე უკვე ვისაუბრებთ ჩვენ რეკლამის შემდეგ. ხატია დეკანოიძე იქნება ჩვენი სტუმარი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. დიდი გადაადგილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დატოვებს თუ არა თანამდებობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. ის ამ პოსტზე 2015 წლის 22 ივლისს 6 წლის ვადით იქნა არჩეული. რა ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და რას უკავშირდება ეს ცვლილებები? ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე არის ჩვენი სტუმარი ამ თემაზე. მოგესალმებით ხატია. რამ გამოიწვია არჩევნებიდან თვენახევარში ასეთი მასშტაბური ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში? ყველა რეგიონალური სამსახურის უფროსს დაატოვებინეს თანამდებობა. პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაურის სოსო გოგაშვილი აღარ არის თანამდებობაზე და ჩვენ ვისმენთ, რომ მის ნაცვლად ამ პოსტს დაიკავებს გიორგი გახარიას კადრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დიახ, თუ ვიტყვით ესე ეს უკავშირდება პირველ რიგში ბიძინაევანიშვილის შეშინებულ სახეს, როდესაც პირველი ტურის შემდეგ იგი გამოვიდა, გადაწყვიტა რომ გამოსულიყო, ძალიან შეშინებული იყო, ოპოზიციის შედეგებით და ფაქტი იყო უკვე რომ ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები, რეალურად ოპოზიცია ეს იყო ჩვეულებრივად გამარჯვებით, ჩვენი გამარჯვებით, ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდებოდა, ამიტომ ეს არის შიში, რომელიც მას გაუჩნდა პირველი ტურის შემდეგ განსაკუთრებით. ესე იგი, რეალურად არჩევნების პერიოდში პირველსა და მეორე ტურს შორის განსაკუთრებით არჩევნების დღეს სუსი იყო, მან დაავალა სუს, კერძოდ გომელაურს, სუსი იყო ის მთავარი მაკონტროლებელი ძალა, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე, რომლებიც აშინებდნენ სუსის წარმომადგენლები აშინებდნენ ადამიანებს და ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იმისი, როდესაც სუსის რეგიონალური სამსახურის უფროსები და ქალაქის უფროსები პოლიციელებთან ერთად დადიოდნენ ოჯახებში და რეალურად მართლაც აშინებდნენ ადამიანებს, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო ყველა მოცემულობით და კანონზომიერების მიხედვით. ამიტომ ეხლა გადაწყვიტა ბიძინაევანიშვილმა, რომ რეალურად კიდევ უფრო გააძლიეროს გახარიას გავლენები ადამიანის, რომელიც პირდაპირ არის მხილებული მაგალითად იაკერზაიას საქმეზე, როდესაც აქამდე ჯერჯერობით არ მოუკითხია უმრავლესობას თუ და არც ქართულ ოცნებას თუ რა იყო მიზეზი ამ ქალბატონის გარდაცვალების, ადამიანის, რომელიც რეალურად არის პასუხისმგებელი სარალიძეს საქმესთან დაკავშირებით და არც აქამდე მოუკითხია და დიდად არ აინტერესებს. ამიტომ ეს ადამიანი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრმა საუბარი გაზარდა, ეხლა ზრდის ამ ადამიანის არაფორმალურ გავლენას და ეს არის სწორედ ოლიგარქის და არაფორმალური მმართველობის ყველაზე დიდი სიმახინჯე, როდესაც ესეთი ჭრtildeოვანი გავლენები იზრდება და პრაქტიკულად გახარია გვევლინება ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ორი სამართალდამცველი სტრუქტურის ეს ეგრეთ წოდებულ მეთვალყურეთ მაყურებლად და ბიძინაევანიშვილს აქვს იმედი, რომ სწორედ შემდეგი ნაბიჯები, რომელსაც იგი გადადგავს მაგალითად დაუშვათ პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიებების გადასადგავად, როგორც ეხლა გახარიამ გააკეთა თუნდაც კირკიტაძეს საქმესთან დაკავშირებით, რომ გახარია იქნება ის ადამიანი, რომელმაც უნდა
გააკონტროლოს და იყოს მეთვალყურე დაუშვათ ამ მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ რეალურად როდესაც ივანიშვილი პირველი ტურის შემდეგ გამოვიდა შეშინებული და ჩვენს მოსახლეობას მოუწოდა რომ კიცით რა ჩვენ 7 წელი არაფერი არ გვიკეთებია, ჩვენ 7 წელი გავზარდეთ ფასები პროდუქტებზე, ადამიანები წამლებს ვეღარ ყიდულობენ, რეალურად 150 ბავშვი, 150,000 ბავშვი კიდევ შიმშილობს, მაგრამ ამის მიუხედავად მოდით მე ახლა კიდევ ერთი წელი მომეცით და რეალურად ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით იგივე სიტუაციაა, როდესაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება ახლა უმრავლესობაზე თქვენი წინა სიუჟეტი იყო და გამოსვლელიც იყო, რომ ეს მოსამართლეები უადოდ გამწესდნენ და ასევე დაუშვათ ის კონფიგურაცია დარჩეს, რომელიც უნდა დარჩეს და ასევე ახლა ჩრდილოვანი გავლენების გადანაწილებით არის დაკავებული ოლიგარქი, იმიტომ რომ მას რეალურად არადარდებს ზოგადად რა მოხდება ამ ქვეყანაში, როგორ იცხოვრებს ადამიანი, როგორ იცხოვრებს დაუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე, იქნება თუ არა საკვები, იქნება თუ არა დაუშვათ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს ელემენტარული შემოსავალი, ეს არადარდებს. თავარია რომ მან ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია, ეს ეხება რასაკურველია პროკურატურას, იმიტომ რომ პროკურატურა ჩვენ არც კი ვიცით, მე მაგალითად გახსოვთ ახლა ვინ არის მთავარი პროკურორი, ძალიან ბევრ ადამიანს არ ახსოვს და მათ შორის ახლა უკვე სუსი, ვინაიდან გომელაურს როგორც ჩანს ბოლომდე აღარ ენდობა და ეხლა დაფარული დახურული ესე ვთქვათ კარს მიღმა ძალიან ბევრი სუსის თანამშრომელი იმასაც ამბობს რომ პირველი ტურის შემდეგ მნიშვნელოვანი საყვედურები მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან გომელაურმა პრაქტიკულად არჩევნებზე გომელაურიც შეიცვლება და მთლიანად შინაგან საქმეთა მინისტრი აიღებს კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე? არა, მე ვფიქრობ რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმას რომ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი პრაქტიკულად გააკონტროლებს ამ ორ გოლს მართლმსაჯულების, ანუ სამართალდამცავი სისტემის ამ ორ გოლს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ძალაუფლება, როგორც არაფორმალური მმართველის ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, ხო? ამიტომ ის დაპირებები, რომელიც თუნდაც ქართულმა ოცნებამ გასცა წინა საარჩევნოდ, არც ერთი დაპირება არ შესრულდა, არ შესრულდება და ამის ილუზიაც არ გქონდეს, ჩვენ უფრო მეცაც გეტყვით, მას გახარია სჭირდება, იმიტომ რომ ის კანონ პროექტი, რომელიც დაბრუნდება ახლა თქვა კანაფის კულტივაცია პარლამენტში, ეს კანონ პროექტი რეალურად ამ კანონ პროექტის ზედამხედველი და მაყურებელი იყოს დაუშვათ გახარია და შემდეგ უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების, რომელიც ამ კანონ პროექტს უკავშირდება და კანონის განხორციელებას. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კანონ პროექტი დაბრუნდება, იცით თქვენ რომ რეალურად მან უსაყვედურო ასევე უმრავლესობას რომ რატომ შეჩერდა დაუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა. ამიტომ რეალურად იგი ფიქრობს, რომ გახარია შეიძლება უფრო იყოს დაუშვათ თავისი ნებასურვილის და არაფორმალური მმართველობის გამტარებელი ყველა კუთხით და სწორედ ამიტომ თუ ის დაპირებები, რომელიც სოციალური მიმართულებით აქვს გაცემული ქართული ოცნების თავმჯდომარეს, სამართლებრივი კუთხით აქვს გაცემული, ვერ შესრულდება, მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა? შეიცვლება თუ არა იქ უფროსი ან შემადგენლობა, ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? არა, ნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო, ხომ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ეხლა ჩვენ ესე ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუცია, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები, რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და რომლებიც უნდა ასრულებდნენ რეალურად მთავარი თქვათ ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს, პოლიცია უნდა იცავდეს ჩვენ მოქალაქეს. რაზეა საუბარი? გახარიას გავლენებს აძლიერებს რეალურად ივანიშვილი, როდესაც დანაშაულის სტატისტიკა არის გაზრდილი 60%. იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დაახლოებით ორჯერ და მეტი დანაშაული ხდება და ხა სახეზეა ყველაფერი, ხო? ასევე პოლიციელი არ არის ოფიციალურად აღნიშნოს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო აი ამ სტატისტიკური მონაცემის ზუსტი მონაცემის გამოქვეყნება, სულ იყო ხოლმე ამაზე დავა და კამათი, რომ როგორ მოხდა, გაიზარდა, არ გაიზარდა, მან თქვა, რომ ის დაიწყებდა გამოქვეყნებას და ეს ასე ხდება. გასაგებია, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ რაც ყველაზე სავალალოა, ეს არის ის, რომ რეალურად 20%-ით არის დაახლოებით შემცირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ამიტომ მე დავასრულებ
ვისრულებ ჩემს წინა სადამდეც მივდიოდი. ეს არის რომ სახელმწიფო, მთავარი სახელმწიფო უსაფრთხოების დამცავი ინსტიტუტები არ არიან დაუშვათ თავისი ფუნქცია მოვალეობით დაკავებული. ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც პოლიტიკურად უნდა იყოს პასუხისმგებელი და ტექნიკურად არის პასუხისმგებელი დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რეალურად ეს ადამიანები დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, როგორ შეასრულონ დაუშვათ ბიძინა ივანიშვილის სურვილი. აი პირველი მაგალითი ეს არის იგივე საარჩევნო აუცილებლად უნდა დაუბრუნდე და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო არჩევნების დღე და პირველსა და მეორე ტურში მიმდინარე მოვლენები, როდესაც პოლიცია, სულსი ყველაზე მთავარი და ძალოვანი უწყებები მთლიანად იყვნენ ჩაბმული დაუშვათ ამ საარჩევნო პროცესში კრიმინალებთან ერთად. სწორედ ამიტომ ხდება ეხლა სტატისტიკის გაზრდა და დანაშაულის გაზრდა. რეალურად ეხლა რო არც დაუშვათ გამოქვეყნებაზე კი კარგია რომ ქვეყნდება, მაგრამ ამაზე ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო საზოგადოების მხრიდან რომ სტატისტიკა უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ რომც არ გამოქვეყნდეს, ხო? ბატონო, ხედავთ რა ხდება რეალურად, როდესაც ერთ ღამეს გაგიქურდავენ დაახლოებით 20-მდე მანქანას და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია რამდენჯერმე, ხა ამას არ უნდა რეალურად სტატისტიკის გამოქვეყნება. ამიტომ ჩვენ გვაქვს საქმე რასთან? ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს, ანუ როგორც ოლიგარქიული მართველი, ბუნებაა ეს ოლიგარქიული მმართველობის და არაფორმალური მმართველობის, არასოდეს რეალურად არ იქნება დაინტერესებული ჩვენი ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე. იგი დაინტერესებული არის რასაკვირველია პირადი გამდიდრების მიმართულებით და ეხა პრაქტიკულად ყველა სფეროზე კონტროლის დამყარების გამყარებით, თორე ეხა არც სასამართლო სისტემასთან სასამართლო სისტემაზე ეს მოვლენები ახალი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ 7 წელია უყურებთ მართლმსაჯულების ამ კუთხით მოვლენებს და ასევე დავუშვათ ფინანსურ კაპიტალზე კონტროლი, რაც უკავშირდება იგივე TBC-ის ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამიტომ გახარიას გავლენების გაზრდა ეს უკავშირდება იმას, რომ ვინ უფრო კარგად შეასრულებს ივანიშვილის სრულს, მაგრამ ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გაუწვათ ერთ რამეს, რომ გომელაური, გახარია, ცალკე აღებული თუნდაც უმრავლესობის წევრები, რომელიმე ადამიანი, ეს ადამიანები ცალკე როგორც ასეთი არავინ არ წარმოადგენს არ ძლიერ პოლიტიკოს, არ ძლიერ დაუშვათ იგივე სამართალდამცველს და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ არიან იქ, სადაც არიან და აკეთებენ იმას, რომ ესე უნდა ბიძინა ივანიშვილს და რასაკვირველია ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, იმიტომ რომ ივანიშვილი ხედავს ახლა რომ აუცილებელია კანაფის კულტივიზაციის კანონის მიღება, აუცილებელია რეალურად მისი პერსონალური გამდიდრების წყაროს კიდევ უფრო გაფართოება და აუცილებელია კიდევ უფრო ბოლომდე მართლმსაჯულების ყველა რგოლზე კონტროლის დამყარება. მადლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ხატია დეკანოიძეს, რომელთანაც სუში დაგეგმულ ცვლილებებზე საუბრობდით. დღის ამბები 4 საათზე ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, წინ კი გელით საინფორმაციო გამოშვება ლუკა ხაჩიძესთან ერთად, სადაც დღის ყველა საინტერესო სიახლე შეიტყოთ.